ისინი დედაქალაქში სხვადასხვა ხიდზე 7 გამზირზე დგანან და ასე გამოხატავენ ერთიანობას და პროტესტს. ლუკა, თუ შეიძლება შემოbrunde მარიკა. გკითხავთ დღევანდელ დღესთან დაკავშირებით, აი ამ სიმბოლურ ჯაჭვთან დაკავშირებით რას დღევანდელი დღე არის კიდევ ერთი მაჩვენებელი იმისა, რომ ქართველი ხალხი, საქართველოს მოქალაქეები არიან გაერთიანებულნი და არიან იქნებიან გამარჯვებამდე. ისინი ძალიან მყარები არიან მათ მოთხოვნაში და ვიცით რა არის ეს ორი მოთხოვნა. ეს არის რეჟიმის პატიმრების დაუყოვნებლივი განთავისუფლება ყველა მათგანის, მათ შორის სისხლის სამართლებრივი წესით დაჭერილი და ნაცემი ადამიანების განთავისუფლება და რაც მთავარია, ახალი არჩევნები. ეს ქვეყანა აუცილებლად განვითარდება, ეს ქვეყანა აუცილებლად წავა წინ და დღევანდელი ჯაჭვიც იმ 30 დღიანი უწყვეტი აქციების შემდგომ არის იმის მაჩვენებელი, რომ საქართველოს მოსახლეობა არის ერთიანი თავიანთ მოთხოვნაში და თავიანთ მიზანში წინ ევროკავშირისკენ. მადლობა მარიკა არევაძეს უსმენდით პირდაპირ ეთერში კოალიცია ცვლილებისთვის წევრს.